მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ სენსუსასთან. რა თქმა უნდა, სენსუსამ გადაწყვიტა რომ 24 საათი გასვლოს წყლის ქვეშ. დაგვირეკა და გითხრა რომ მოდიო წყლის ქვეშ ჩავწეროთ პოდკასტი. ჩვენ რომ მოვედით უკვე წყლის ქვეშ იყო სენსუსა და ეხლა უნდა ჩავიდეთ და თან სენსუსას გავიცნოთ. და თან ნახოთ შიგნით რა ხდება. ადამიანი უნდა გავიცნოთ წყლის ქვეშ და ჩავწეროთ პოდკასტი. ხო, თან ხელცარიელები არ მოსულვართ. უნდა ვაჭამოთ ადამიანს უკვე 3 საათია წყლის ქვეშ არის და შემდეგ უკვე დავიწყოთ პოდკასტს რა. ჩვენ ვაჭმევთ და დანარჩენზე პასუხისგებლობა თვითონ აიღოს. ბიჭო, მართლა 24 საათი იქნება. ხო, არ ვიცი, მაგას ნაფიქრი ექნება, ხო. არ ვიცი. ხინკალე უნდა ვაჭამოთ და ეხლა დანარჩენი თვითონ ის. მანამდე სხვა იუთუბერებიც იყვნენ ჩასულები. ხო და რავი, ყველა იძახის რომ აი ძალიან რთულია, აქედან თითქოს არ ეტყობა. მაგრამ ხო, მე მგონი შიგნით ეს უჰაერობა და რაღაცა ცოტა რთულია. ხო, მოკლედ თორნიკე ჩავიდა. ხوار ხადო. გოჩა. ეს ხინკალე შეძლო. ვაა, საერთოდ ვაა, კიდე მოხს. ნაუ, ბიბლის მაუ. რა? შევეს ხوار დამაპატე. ბიჭო, როგორ პოდკასტს ალბათ რა. ჰაერი დააფასე. სად ძლებს ბიჭო ამდენი ხანია? არ ვიცი, ძმაო, რანაირად არის იქ. მოვა. ორი წამი ვერ გავჩერდი? მე რო შევედი, ჰაერი არ არის ძალიან კაი სიუცე იყო ჩემთვის, რო გითხრა. მოდი გიგო. კაი, ეხლა მე შევალდა კითხავს დავუსვა. დავაი. წავიდა სმარტფონების პოდკასტი სენსუსასთან. თავის ნუ ჩამიწვიე. ხوار მე გადავიდა როგორ ძლებ ბიჭო. პირველ რიგში მოდი ვთქვათ, სოფლიოში პირველად ხდება ესეთი რაღაცა, რომ პოდკასტი არის წყლის ქვეშ. მე მგონი პირველად ხდება. Просто ფილტრებზე გაყოფდეს აირი, მაგრამ მოდი ცოტა ჰაერს დავამატებთ ერთი წუთი. რა შედარება? ვაფშე სხვა, ანუ ეხლა დავიწყოთ პოდკასტი. დავიწყოთ. მოგესალმებით, ეს არის სმარტფონების პოდკასტი. წყლის ქვეშ და ჩვენი სტუმარია აქ სენსუსა. სანუს როგორ ხარ? კარგად მოვა, შენ როგორ? რა ვიცი, აბა. მე მინდა ეგეთ რაღაცა გითხრა, რომ ეხლა მე აქ რო გავჩერდი და პოდკასტი დავიწყოთ. მე ჩელენჯს ვერ წაგავთქვი. და მე ხომ უნდა გავჩერდი აქ და მე ვერ გავჩერდები და ამიტომ გეპატიჟები ჩვენთან სტუდიაში. ოკეი. და იქ ვიპასუხე ნაჯაკ შეკითხვებზე. აი ცოტა, რამოდენიმე კითხვა მაინც ცოტა ის. კაი, კი ბატონო. სმარტული რა. შენ რამის შვილი ყავს? რამდენი წლის არის? ეხლა არის 5 წლის. 5 წლის. შენ შვილი რო გაიზრდება, სადაც ესე 20 წლის რო იქნება რაღაცა. და ამ ვიდეოს უყურებს, რას იფიქრებს შენი აზრით? ყოჩაღი მამა მყავს. ან ავად მყოფი რა ვიცი. მაგრამ რაც არ უნდა იფიქროს, ეცოდინება რომ ძალიან მიყვარს უზომოდ. აი ეს ყველაზე მთავარი. აი როგორ ახერხებ მაგას რომ ახლა დისკზე მიდიხარ ხოლმე. ეს მესმის რომ კონტენტია და ვიდეოა, მაგრამ როგორ ალაგებ მაგას შენ თვითონ? ბიჭო, ან მე რას ვფიქრობ, იცით აი ხალხთანაც და შენს გეტყვი რა რომ ეხლა ნების ჩვენი ცხოვრება, ყველა ცხოვრება რისკია. ეხლა სადაც არ უნდა გახვიდე რისკია რა. მე ვთვლი რომ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ვთვლით რომ ჩვენია და მიყვარს რა. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს. იმიტომ მიყვარს რომ აქ ვარ თავისუფალი. კი, ეხლა ჰაერი არ გვაქვს. თავისუფალი ვარ ზა. ხო, მაგრამ ნებისმიერ წამ შემიძლია გავიდე რა. მე არ მბოჭავს ის რომ აი რადგან თქვი უნდა გავაკეთო, არა. გავალ, მაგრამ დანებება ძალიან არ მიყვარს რა და ბიჭო, არ ვთვლი რომ ძალიან ვრისკავ რა, მიყვარს ეს ყველაფერი. თვალები გეწვის. რას ხნობ იცი? ფილტრები ვერ ეკუმშება კარგად. ჟანგბადი არ მომდის და თავი მტკივა ეხლა რა, სიმართლე რომ ლაპარაკი რომ მინდა, გული ძალიან ფეთქავს. და ვერ ლაპარაკობ რა. რო გითხრა ეხლა, მიჩეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია რო გორძლებ, ანუ ეხლა თავი არ მტკივა რა. ბიჭო, ხო, ანუ ესეთი ვარ რა იდოში. მე მინდა მიმართო ყველა ადამიანს ვინც ამ ვიდეოს უყურებს და ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი სენსუსას არხი. აუცილებლად გამოიწერეთ ეს მაგარი ადამიანი. აი ხარ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. ეხლა ბიჭები შემოვლენ. ისინიც გაგესხავთ. ოქრო ბიჭები არიან იდოში და უეჭველი ბიჭები. ხან ვერ გავჩერდები ძალიან ისანი.
გავკასვა მინდა. მართლა. ო. და რატო რას გრძნობ ბავში? დავსაგი დახუთული ვარ. დახუთული რო ხარ? ან მარტო ეგ? კი, წავედი. ხოდა რაღაც კითხვები მქონდა, მაგრამ ჩვენ არ მოვა. კაი. მოვა მე. ჩვენ ყოველთვის პროსტა წერა ძალიან შევძლოთ. აუ რთული ყოფილა ხო არ გაჯავ აი საერთოდ და უნდა გავიქცე ხალხს რა იმენავებზე დავი გავიქცე რა მადლობა ძალიან მაგარი ხარდეთ კაი ხარ ხე ქრისტეს და იგელოდებით დავი ძალიან ცივა ძალიან ცივა ხო მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის რასაც დაუპირდით ქსენსუსას რომ ჩავედით ჩვენი სურპრიზი მოუწყვეთ ხინკალი ჩაუტანეთ კაი პილპილი ჩაუტანეთ მე რაც იკითხოთ აქ გადის ახლა PSG ტატაჰემი კვარას თამაშია ქსენსუსას უთხარით რომ თუ კვარაცხელია გოლს გაიტანს ისევ ჩავალთ და შიგნით აღვნიშნოთ იცოდა შევნიშნოთ რა ახლა ველოდებით უყურებთ თამაშს და თუ არ გაიტანს კვარა არ უშვებს თავარია PSG მოიგოს და კვარამ კიდე ერთი ტიტული მოიგოს მაგრამ ჩვენ მაინც ველოდებით კვარას გატანას და ასევე ველოდებით ქსენსუსას ჩვენთან პოდკასტში და ეს არის დასაწყისი ჩვენი პოდკასტი და შემდეგ გაგრძელდება ჩვენთან სტუდიაში მოგესალმებით მეგობრებო და გვინდა გითხრათ რომ ჩვენ ახლა ამოვედით წყლიდან აი ახლა არა მოსულათ ან რამოდენიმე დღის წინ არის ის ჩაწერილი ხო მაგრამ მონტაჟი ისე დაждდება რომ ჩვენ იქ ვიყავით ეგრევე ამოვედით და მოკლედ გადმოვინაცვლეთ სტუდიაში რა კი ბატონო და ჩვენთვის უფრო კომფორტულ გარემოში რომ ჩავწეროთ ქსენსუსა რა ქსენსუს აბა როგორ ისეთ გარემოში სადაც არ გეშინიათ ხო ხო არა მე არ შემშინებია ხა რავი თუ ვინმე ნახეთ ახლა ის ამის წინ ვიდეო რაც არის და ქსენსუსას ახსე ვიდეო ვინც ნახეთ რა ვიცი არა უშარ შეშინებია არ შეგშინები მე უბრალოდ რო ჩავედი პირველი ჩემი ემოცია იყო რო ამოვედი რო ამოყვინე რა რო ამოყვინე პირველი რეაქცია იყო ეს არის პირველი რეაქცია და მე აღარ მახსოვს არაფერი და ბიჭო არა კიდე წყალი ბიჭო გაანებეს რა აი მაგას წყალ დავიდე რომ ან ნახე ჩემთვის ახლო გარემოში რო ვიყო ხო რო რამე ხელს ჩავყობ სო აქ ხარ ან წყალში ხარ ან წყალთან მართლა თქვენ თევზები ხო არ ხართ შილდოსანია არ მინდა რომ წყალთან განიამ შილდოსანი ვარ 28 წელია ვიცნობ და პირველად ეხა მკითხა რა ვარ ჰოროსკოპით არ ვიცი კირჩხები აი ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები რა კი დეკემბერს აქვს დავსტები უცებ ვერ დაალაკა რა ეს რა ქვია ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები მოკლედ რა ჩვენთან რომ მოდის სტუმარი თავიდან ვერ საუბრობს იმიტომ რომ სანამ არ წარვადგენთ ის არ არის ჩვენთან ჯერ კაი ვინ დაიწყებს დავიწყებ მიდი დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია 1000 ჩელენჯზე გადამხდარი კაი ანუ აი მოცის ბოლოს დავფიქროთ ანუ არ მოეწონა და ბიჭო ეს ანუ არც იქით არც აქ არის რა თუ ერთხელ დავარტყივსო რა კაი შემდეგ დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი რომელსაც მანქანის საბარგულში ერთი გვამი ყოველთვის უდევს ფრენკისთვის ქსენსუსა კარგი ნუ ყველაზე იუთუბერული გამოცხადება ჩვენი გადაცემის სტუმრის სახელს იმ შემთხვევაში ვიტყვი თუ ეს ვიდეო 2000 ლაიქზე არა ანუ ის მოგეწონა ყველაზე მართლა ერთი გვამი ყოველთვის უნდა გქონდეს რომ ფრენკისთვის ის ხომ ამოვამე კი იმიტომ რომ მე თანამედროვეობას მივყვები მაგრამ აი სადღაც ესე იყავით რა მეგობრებო სანამ დავიწყებთ ჩვენს რა პოდკასტს ერთ რაღაც მინდა ვთქვა რომ ქსენსუს არის ადამიანი პირველი ადამიანი რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან კოლაბორაციაზე ესეთი ძალიან უშიშარი რომელსაც არის ვიდეოში ყველაზე მეტად იმის მიუხედავად რომ აი ნახვები და რაღაც ჩემს დიდად მნიშვნელობა არ აქვს რა როცა ჩემს ვიდეოს არ ეხება ძალიან აი ყველაზე მეტად მომწონს თქვენი პოდკასტი რა ვაუ თან რამდენი ხანია გიკომენტარეთ კი გქონდა კომუნიკაციაც რომ უნდა მოსულიყავი და გავკეთებ ხო აი ძალიან აი ყველა ხართ თავის ადგილზე სადაც უნდა იყოს რა ანუ გიგაიზის პროსტო პოდკასტი არ არის ერთი რა ანუ ჩვეულებრივი პოდკასტი არ არის ისიც მაქვს ნათქვამი თქვენთვის რომ თქვენ პოდკასტის ან ზოგადად პოდკასტი რა არის ხო ადამიანს იწვევ და ის იმაზე არის დაფუძნებული ზოგადად კონტენტი რა რაც უფრო საინტერესო ადამიანი მით უფრო მეტი ხალხი მოყოლებს და ასე შემდეგ რა თუ მაინც და მაინც ვიდეო არ გავართ
ამიტომ თქვენს პოდკასტში თქვენ თვითონ ხართ რა. კი, მაგაზე ვისაუბრეთ და მადლობა ესეთი შეფასებისთვის. კიდე ბევრისგან ვიცი, რომ ბევრთგან მართლა ესე ამბობს ეს ადამიანი ვიცი და ძალიან მოწონს ჩვენი პოდკასტი და მაგიტომაც მიგვიწვია თავის ვიდეოში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა. მეც აღმოგაჩინე წყლის ქვეშ სხვათა შორის წლისევით კი ვიცი, რომ წყლის ქვემოთაც ესე თუ კაი მეგობრებო, გამოიწერეთ ქსენსუსას არხი. აქამდე არ ამბობდი. გადადით და ხო, მოდი ვისაუბროთ იმაზე. პირველი ამ ვიდეოით უნდა დავიწყოთ და რამ ვიდეო თქვა სანამ ვიტყვის თვითონ რატომ მოაფიქრდა ამ ვიდეოს გადაღება, რატო გადაწყვიტა ამ ჩელენჯის მაგრამ მაყურებელმა ნახა უკვე კადრები იქ რო ვიყავით. კი, ჩვენ დასაწყისშიც და ასევე გადავიდით ქსენსუსას არხზე და ნახეთ თლიანი ვიდეო, ძალიან მაგარი ვიდეოა მართლა. ძალიან მაგარი რაღაც გააკეთა ქსენსუსამ და ყველას გრიჩევთ რომ უყუროთ და ერთ ფაქტს გავხსენებ მაგ დღიდან, როცა ეგ მოხდა, ერთ რამდენიმე დღის წინ იყო. არა, წინააღმდეგ. მოკლედ, რაღაც პრობლემა იყო, რომ ეს წყალში ჩაძირულიყო რა. რაღაც ფიზიკის კანონებთან ქონდა რაღაცა პრობლემა რა. და ის იყო რომ იქ ვინც იყვნენ კიდე ინჟინერები ან სხვები ვინც იყვნენ რა რომ ვინც ხელმძღვანელობდნენ ესე გავაკეთოთ ისე გავაკეთოთ ეუბნებოდნენ რომ ამას ადამიანი ვერ გაუძლებსო და შემოტრიალდა თქვენსა და იცი რა უთხრა მე ადამიანი არ ვარ მე იუთუბერი ვარ არა ხო ესე უთხარ და ჩაყვინთა და შევიდა ჩაყვინთაჭი კაი ეხლა გითხარი რატო მოგინდა ამ ვიდეოს გაკეთება და ხო და ინსპირაცია იცით რა ალბათ იცით მისტერ ბისტის ვიდეოა რა და ზოგადად ყველაფერს აკეთებს ხოლმე ეგ ბიჭი რა, ანუ აი რო იტყვის აკეთებს. და ეგ არ გამოუვიდა. მე ვიდეოს რო უყურე მის ვიდეოს, მივხვდი რომ თავიცი რომ რაღაცებს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ფინანსები არ აქვს. ხო, უჭერს ფინანსებში რა და გვიგრიყავს ხოლმე. ჩემი 20 ლარია კიდე ვალის დამტანჯა. დაუდგეთ გვერდში. ხო და ძალიან ცოტა ხანი გაკაჩა რა, ღამევე გამოვიდა. მართლა? ხო, ღამევე გამოვიდა. რამდენი საათი იყო? საათი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნუ ღამე გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან აი თქვენ გახსოვთ როგორც ციოდა წყალში. ანუ შეუძლებელი იყო იქ გაჩერება ხო ანუ მქონოდა სპეციალური ტანსაცმელი ტაიმინგი ვერ მეხმარებოდა ეგეც. ღამე აი ეს ვიყავი, უბრალოდ არ ვინძრეოდი რა და ოდნავ პატარა განზრევაზე ვიყინებოდი ეგრევე რა. ანუ მე და წყალი ვიყავით ერთი. ხო, მესმის. და ვცდილობდი რომ არ გავინძრე, აი ესე ვიყავი რა. და უცებ ისეთი რაღაცა მოხდა, ნუ ვიდეოში ნახავე რა. ხო, დანიშნული გავიდით და გაიგებენ. ძალიან რთული ამბავი იყო, ხო, ეგ. რატო გადავწყვიტე მაგის გადაღება? თითები დაგეშათ რა. დაგეშათ. ესეთი რაღაცებისაც მოჭრება ხო, ეს თითები. აიჩი მოჭედა. კი, ისეთი რაღაცებისაც ვიდეოში არ ჩამიშოს ისეთი რა და ხო. ანუ ისე ძალიან დაიჭმიჭდა, ხო? კი. ვა. ხო და ანუ 20 რადგან ვერ შეძლო ვიფიქრე რომ ვეცდები მე შევძლო თქო რა რაღაც ის არის თქო მიღწევა არის თქო და რაღაც არა უბრალოდ ვიდეოა ერთ-ერთი მორიგი ჩემს არხზე რომელიც უბრალოდ სურვილი მქონდა რაღაც განსაკუთრებული არ არის ისო ვფიქრობ რომ უნდა მოგეწვია გინესის სარეკორდო ის არბიტრაჟი და არ ვფიქრობ რომ ადამიანი არსებობს ვისაც წყლის ქვეშ გააძლებული აქვს 24 საათი და შემდეგში ჩემი აზრით უნდა მიმართო ეს ვიდეო ჩაუგდო გინესის რეკორდების არბიტრაჟს და ისინი ჩავოვლენ და კიდე გაძლე 24 საათი იმიტომ რომ გამოცდილება გაქვს და გახდები გინესის რეკორდსმენი ეს არის ჩემი აზრი გინესის რეკორდებში სხვა რა და შეგძლე შეხვიდე მაგით მართლა კი იმ თუ არავის არ გაუკეთებდი ვიცი რომ არავის არ გაუკეთებია აუცილებლად აი ვიდეო ჩაუგდოთ გინესის რეკორდების არბიტრაჟს და მაშინ რა ქვია ერთად მივაწოდოთ და გავაკეთოთ გინესის რეკორდი საქართველოში რომ ეგ გავაკეთე თავიდან ბოლომდე რა. ხო, მაგათი ნომერი ხო იცი რა არის გინეს? კი. ავიდი. 59917141718 რეკორდი. დიდი ნომერია. ან რეკორდული ნომერი აქვს, კი ბატონო. და მაგითო გადავწყვიტე რომ ეგ ვიდეო ჩამეწერა რა, რომ აი მეთქი იქნება და მე გამომივიდეს რა. პლუს რაღაც იდეური დატვირთვა არ აქვს ამ ვიდეოს ისეთი და უბრალოდ გასართობი კონტენტი აქვს მაგ კუთხით არის გასართობი და საკმაოდ სახიფათო ჩემს კი ვიცი ალბათ ნახავდით ინსტაგრამის სტორებს ქსენსუსას ქონდა იქ და მე ვიდეოში სიტყვის და კაი თქვი აქაც ვისაც არ ვნახავს 7000 ლარი ჩვენი ტაქსით მიყვანა 1.30 ლარი ეგ ჩვენ რომ კი არა ხო საკმაოდ ძვირი იყო თავიდან გათვლილი არ მქონდა ეგ თანხა რა თანდათან მოემატა იმიტომ რომ
ბავშვი სკოლაში არ მისწავლია კარგად და ისწავლეთ. ხო, სპარტაშორის მაგაზე იყო, რომ ის უნდა ჩაეძირა რა ქვია, ის რეზერვუარი რა. და ის ხო ამოაგდებს შანგბადი ამას რა. და დგას და აუ რატო არ ვისწავლე ეს ფიზიკა რა მესწავლა და ამბობდა რომ მეგონა რა 200 კილო იყოფა რა უნდა იყოს მეთქი ეგეთი მე თავიდან სიმართლე რომ გითხრა ანუ ზომა არ მქონდა ნახი თვითონ კონტეინერის რაც ჩავიტანეთ დაბლა მაგრამ ვიფიქრე რომ რა უნდა იყოს ეგეთი 200 კილოს ვერ 200 ბიჭო 1000 უნდა კი ხო ტონაზე მეტი დაგჭირდა ხო ზუსტად ერთ იქ მე მეტალად მეტს სჭირდება 1000 კილოგრამი და ხო გახსოვთ რა იღუნა და მთელი აბა მაგ რკინის გაღუნა ან ძალიან რთულია მართლა ანუ შენ ვერ გაღუნავ მაგრამ ის გაღუნავს რა ნუ იტყვი ხან თვალე ეს შანგბადი გაღუნავს ის საშიშროებაც რამოდენიმე საშიშროება იყო რა პირველი იმის საშიშროება ხო კი ეგეც იყო თვითონაც თქვა ვინც დაამზადა თქვა რომ ანუ ძალიან დიდი საშიშროება იმის რომ უბრალოდ ვერ გაუძლოს და გასკდეს რა და მაგაზე მეტი საჭიროება ის არის რომ გასკდება რა შენ უეცრად ჰაერი აღარ გექნება და თუ გაითიშე მაგ დროს შენი ამოყვანა იქნება და ძალიან რთული ძალიან ცუდ რეალობას ყვები მაგრამ ხო ChatGPT-ს ვკითხე მე იქ რო ვიყავით რა გადაღების დროს და მითხრა რომ აუცილებლად საფრიფათოა და აუცილებლად გასკდებაო ესო და არ შეხვიდითო რა უბრალოდ აღარ გითხარი რა მეთქი თავისი მიზნები ინტერესები აქვს და მეთქი მიაწვეს ბოლომდე თქო რა არა მან შევიდო და მეც არა შევიდო და ბიჭებს ვეკითხებოდი შენ პროდიუსერს და ოპერატორს რომ მეთქი YouTube-ის პაროლი ხო იცით მეთქი სენსუსას თქო მე პროდიუსერი არ მყავს მართლა რომ გითხრა უბრალოდ მეგობრები მე ვარ ჩემს არხზე ყველაფერი ვაფშე აი საერთოდ ყველაფერი მე ვარ და ცოტა რთულია ცოტა არა ძალიან რთულია მაგრამ ბრძოლობთ რა ჩემი აზრით ეგაა ყველაზე მაგარი იდეაში რა აი ხოლმე კამერების ჩართვაც պետք ვაფშე ყველაფერი შემიძლია კი სხვათა შორის რომ იცოდეთ ჯერ ჩვენი პროდაქშენი არ გამოსულა სამსახურში და მენი კარგი გამოვედით რომ ჩაგვეწერა ქსენსორა ჩვენი აწყობილი არის გამეხმარა რომ აწყობილიყო იქიდან ჩვენი ოპერატორები ჩართული განათება გვაქვს ხო ნუ სენსორს მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ძალიან მაგარი რაღაცა იყო რაც გააკეთე ძალიან მოგვეწონა ჩვენს თვითონ ადგილზეც ვიხალისეთ და ვიდეო რაც დადე შენ არხზე ვიდეოც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის და წარმატებები ბოდიში მადლობა ძალიან დიდი და მიზეზი თქვენი მოწვევს ახლა ალბათ დაინტერესებთ ხალხს რატომ მოგიყვართ რა ამას ისეთი რაღაცების გაკეთება რაც საქართველოში მინიმუმ მაგრამ აი სოფლიოში არავის არ გაუკეთებია რა ერთგვარი რაღაც პირველობის ის მაინც კაცები ვარ და მით უმეტეს რაღაც სფეროში როცა ხარ ყოველთვის გინდა რომ პირველი იყო რა და არ მალავ მართლა მინდა რომ რაც ჯანსაღი ამბიცია ყოველთვის კაიო ამბიციო არც მე არ მიყვარს არავინ ცოტა ამბიცია უნდა გქონდეს ხო წესია კარგი გზებით პირველი ვიყო ყოველთვის მინდა რა და მინდოდა რომ წყლის ქვეშ უბრალოდ აი არსად არ გამიგია პოდკასტი რომ ჩაგვიწყო რამდენად გამოგვივიდა ერთია მაგრამ პოდკასტერები მოვიყვანე ხო არა კი კი იყო შენ დამისვი ამათმა ვერ გაკაჩეს ახლა ეს რა მოვიდა მე და შენ ვისაუბრეთ ცოტა ხანი ვისაუბრეთ კი როგორ ხარ ხინკალის ხო ჭამე წყლის ქვეშ ხინკალის ხო ანუ ისეთი რაღაცეები გაკეთე ეგ არ უნდა გეთქვა ახლა რატო ვიდეო გადებული ხო გადავული არა სხვათა შორის გულზე დამადგა ეგ ხინკალი და ძალიან სულად ვიყავ კინაღა მეწყალი დავლია რაშიც ვიყავს კაცმა არ იცის რა გულით იყო მიტანილია და ალბათ ორნიკი არა მის გამო მე ვარ მაწვდოდა არა ძალიან რთული იყო ვერ უყლაპავდი წესიურად რა თავი მისკდებოდა აუ ეგ იყო ეგეთი თავის ტკივილი არა დარწმუნებული ძალიან რთული თავის ტკივილი იმიტომ რომ მე ხო აგიხსენე ბოლო მომენტში აღვწერე თუ რამე მართებოდა და როგორ მოკვდებოდი თუ მალე არ გავიდოდი იქიდან და ვეუბნებოდი რომ ეხა აქ ავიდე ეს ჟანგბადი და ეს ცოტა ჟანგბადი რო არ ვეღარ ვსაუბრობ ვეღარ ვაზროვნებ და ჩავიდი და გამოვედი მე უთა რო ჩამოვიდა აი ეს დადგა და უცებ ნელ-ნელა სახეზე ფერი ეკარგება აი ნელ-ნელა თეთრდება რა ხო და ეს სათვალე ხო უჭირავს ხელში ესე რა და ესე შუა ჰაერი გავუშვი რა ჰაერი გავუშვი ჰაერი გავუშვი აი ეს დაიწყო ბიჭო აუ პანიკოი მე არ ვიცი და ეგრევე გამოვიდა რა ხო ერთხელ გამოვიდა და მე შემეცოდა დედას გეფისები მეთქი საო ტიპმა ნახე ანუ ჩემს გამო იმის გამო რომ გვერდში დამიდგეს არა კი სხვათა შორის ძალიან ეშინა და შევძოლა რა და კუინტვა არ ვიცი ხო იცი ხო ვერ იძირებოდა ჰაერი გაუშვი შეეუნებოდი მე რა ნახი მაყვალაფერი მე მაგას ერთი შეკითხვა შენთან რომელ წელს დაიწყე YouTube YouTube დავიწყე 2020-ში 2020 წელს მე მანამდეც 1-13 წლის წინ მქონდა რაღაც ვიდეოები დადებული აი ეს არხი რომელ წელს დაარეგისტრირე 2020-ში მაგრამ ჩავარდები მქონდა ხო არ ხარ წინააღმდეგი რომ გადავამოწმო არა 2020 წლის რომელ დღეს მე მგონი ივლისი იყო იანვარი
იანვარი იყო. შენ ნახე წინასწარ ბიჭო? მე ვარ მომზადებული. ეხლა შენ რაღაც თამაში რომ უნდა ყოლო გავგიშდე. ეს შეკითხვა მე ტყუილად არ დამისვა. ვიცი კი, ვიცი რა. მაგრამ მეზარება ეს თამაში. არა, კაი თამაშია, ვიცი. 2020 წლის 20 იანვარს დაარეგისტრირა შენი არხი რა. ნუ პირველი ვიდეო სავარაუდოდ მალევე დადე, მაგრამ მნიშვნელოვანია როდის joined რა. აი გარი მნიშვნელოვანი. სადღაც 30 ვიდეოა რაც იმენა დავიქოქე. ხო და რამოდენიმე YouTube არხს გეტყვი მე. და შენზე ძველია თუ ახალი უნდა მითხრა რა. joined. გამიჭირდება. დავაი მიდი. სათოთ. დავაი. მოდი იყოს რატის ბარი. რატის ბარი არის ჩემზე ძველი. შენზე ძველია. არა. არ ვიცი. რატის ვიცნობ YouTube-ამდე მეგობრობთ ჩვენ არხი ვაინტერესებს. არა, არხი ჩემს მერე არა, ჩემზე ახალია რატის ბარისა. შენზე ახალია? ანუ 2020 წლის. გონია რომ 21-ში ვიყავი სტუმრად რატის ბარში და ძალიან მაქოქილი იყო და რომ მოიქოქოს YouTube-ზე გადაცემა. მალე მოიქოქა რატი. არა, მალე მოიქოქა, მაგრამ 1 წელი ხომ მაინც დაჭირდებოდა. 19-ში დაარეგისტრირა მე მეგრობ. სადღაც 19-ის ამბა, მაგრამ შენ უბრალოდ ისე ვამბობ, ჩემზე მე არ ახალია ვიცი. ჩემი. კაი, შენზე ახალია, ხო? კი. კი, სწორია, 2020 წლის 27 აგვისტო აქვს. მე მეგონა სადღაც 19-18 მეგონა. უბრალოდ რატი საეჭო თუ ნიკა TMG? TMG წავა. ნიკა TMG 2016 წლის 9 თებერვალი. ანუ საეჭო უფრო. ხო, მაგრამ არხი რა საერთოდ რა? რაც დაიწყო, აი რაც დაიწყო. ხო, ნახე მე გადავედი და დაახლოებით 5 წლის წინ ედო ბოლო ვიდეო რა, ანუ პირველი ვიდეო. პირველი ვიდეო. ხო, არა, ნიკა TMG-ს კაი, ნიკა TMG არის 2016 წლის 9 თებერვალი. 9 თებერვალი. ნიკა TMG თუ ოქტოპუსი? აღარ უფრო ძველი. აი, გუფრე ის არის. ოქტოპუსი. ოქტოპუსი? მე გიორგის სტორი ვნახე იმ დღეს 12 წლის წინანდელი ვიდეო თუ 11 წლის წინანდელი ვიდეო ედო სტორიზე და მაგას დაურეფლე, ჩაუგდეთ ჩემი ვიდეო, სადაც 13 წლის წინანდელი მქონდა. ვარლა. არ ვიცი სად ედო ეგ ვიდეო, იმიტომ რომ ოქტოპუსი არის 2016 წლის 9 მაგრამ ის 9 თებერვალი იყო. ხო, ეს არის 9 სექტემბერი. დეკემბერი. 9 დეკემბერი. ერთ ხალ ანუ ნიკა TMG უფრო ძველია მაინც რა. G2G-ს არხი უფრო ძველია შენი აზრით თუ Hungry Man-ის? G2G-ს. რომელი უფრო ძველი? Hungry Man-ი ძალიან ახალია. G2 უფრო ძველია. 2021 იქნება, ანუ 20 G2G-ს დაბადების დღე 2015 წლის 17 სექტემბერი. ანუ Hungry Man-ი ძალიან ახლოს. 2019 წლის 25 აპრილი. კი, არა, ის არის, ახალია შედარებით. ეგ არის. ბიჭო, კარგად იცოდა სხვადასხვა ისინი, რა კი, ქვია, კი, რა, თავიდან კითხვა გამიჭირდებაო, მაგრამ ეგ მეგონი ტაქტიკა არის რა, რომ აი გამიჭირდება და მე მაინც რომ მაგრა დასვა. მოლოდინი რომ მოლოდინი ხო. 24 საათი რო დამესვა ეხა შეკითხები გაკაჩავ. მაგრამ მე ხარ მე მაქვს ეგეთი რაღაც. ეხა შე თუ ჩელენჯზე გამახვილე ყურადღება? არა, აბა მიდი. ჩელენჯზე. ბიჭო, მე როგორც ვიცი. ჩელენჯები ყარები. კი, რა თქმა უნდა. ხო და ძალიან უყვარს. იმას იძახის ხოლმე, რომ ყველა ჩელენჯს გავაკეთებ აბსოლუტურად. თავზე ხელაღებული იუთუბერია. კი, მე როგორც ვიცი, თავზე ხელაღებული. რატო მანიპულირებს? ანუ ყველანაირ ჩელენჯს გავაკეთებ. ყველანაირ ჩელენჯს არ გავაკეთებ, მაგრამ არა, მარტივია. მოგისმენ. მე როგორც ვიცი, ძალიან თავზე ხელაღებულია, ანუ შენ უნდა უთხრა და მოეთქვი და პრობლემა არის. მოკლედ. ჩვენ ჩამოწერეთ ხა იუთუბერები. ოკეი. სახელი და გვარები რა. დოლარში ჩავყრით. ასე ამოვურეთ. და შენ ერთ-ერთი უნდა არჩიო. არჩიო რა, შემთხვევითობის პრინციპით, ხო. ამოიღებ. წაიკითხავ სახელს და გვარს და იმაზე რაც შეიძლება ცუდად უნდა ილაპარაკო. ერთი წუთი. ოღონდ ეს ვიდეო უნდა ამოჭრო TikTok-ზე დავდოთ შესავლის გარეშე და ამბობ იმას ამას თუ და პირიქით რა ხდება, ხო, მიდი. ამას თუ გააკეთებ. 5 გადაცემის განმავლობაში დასაწყისში, ბოლოში, შუაში ვიტყვით რომ გამოიწადეთ ჩვენს სასახი, ყველაზე მაგარი არხი. ჩვენ პოდკასტებში რაც იქნება რა. თუ ვერ გააკეთებ, თუ ვერ შეასრულებ, მაგ შემთხვევაში შენ დაიწყებ ხოლმე, შენ გადაცემებს, რომ ჩემზე რო ვილაპარაკო ცუდი, აი გარგირჩევნა. არა, ეგ ხო ის შენზე რო მე ამოვიწადე. დავაკნინებ უბრალოდ. სასაცილო იქნება. სასაცილო. ანუ ამას ხო ნახავს ახლა მაყურებელი და კაი, იმაზე რა პატარა დათმობაზე წამოვალთ. პატარა დათმობა არის ეგეთი რომ შესავალს გაუკეთებთ რომ აქ ნათქვამი სიტყვები არ წარმოადგენს სიმართლეს. ანუ ეწერება რა. მე რეალს.
არ წარმოადგენს სიმართლეს ვაფშე ჩაგრავთ. ეგეთ ჩელენჯია. მოდი კარგი რო ვთქვა, ეგ უფრო საინტერესო არ იქნება? ოღონდ მაშინ ძალიან აი უნდა აქო რა, ხო? ძალიან უტრირებულად უნდა აქო, რომ აი მართლა რო წარმოუდგენლად აქო რა. დავაი, მიდი, არა მარტივი. არა, ნახოთ. ნახოთ, შეიძლება არ ხება. ერთი ვცადოთ ქებაზე. კაი. თუ არ გაასწორა. სწორა მაშინ. კაი. თუ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, კაი. ჩაეთლება ნიკო სად არის? რა ქვია, დოლურა რომ თქვით. დოლურა არ გვაქვს. კაი, ავიღე. გაუჭირდა, უკვე გაუჭირდა. აბა ვინ ამოვიდა? ვინა? საეჭვო კაცი. ჯოკაცი. საეჭო კაცი უნდა აქო ერთი წუთი, ოღონდ ძალიან, აი ძალიან. კაი, 1 2 დავიწყეთ. ბიჭო, ისე საეჭვო კაცის ვიდეოებს უყურებთ? კი. გიждები ზმაო, აი ეგ ბიჭი რო არის, ჯერ როგორი ჭკვიანია რა, როგორი მახვილი ენა აქვს. აი რაც არ უნდა თქოს კონტენტია. აი რა, პროსტა რომ დაждდება უკვე კონტენტია რა. ყველაზე მეტად ვოცნებობ, რომ საეჭვო კაცს მყავდეს ვიდეოში მაგალითად. აი ძალიან მაგარი ადამიანია. სპონსორი მჭირდებოდა ბიჭო ერთხელ. რა ვიცმაო, მაგან ჩემთან ერთად სპონსორებთანია რა. აბა სამო დავოი ზმაო, ვინ გინდა? ჩემი სპონსორი გინდა, მოგცემ. მეთქი არ გინდა ზმაო, ეგრეს არ გინდა მეთქი. არაო, გინდაო. რომ აძლევს მეთქი. აი, מחარ ეგრეც არ გინდა, აუ, სასწაული ადამიანია. იმაზე რა გითხარ? ერთხელ გარეთ ვიჯექი ესე ხოლმე ხარ, ანუ შიერი, რავი, ძალიან ხმოდა. აუ, მოვიდა. მე YouTube-ზე რატო გავხდი, იცით? საეჭვო კაცის ინსპირაცია. საეჭვო კაცმა დამაწყებინა. კამერა რომ აქვს საეჭვო კაცმა მოსა. საეჭვო კაცი არის საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა საქართველოს ქართულ YouTube-ზე მომხდარიყო. საეჭვო კაცი არის ნამდვილი კაცი. მე გადავარქმევდი და დავარქმევდი ნამდვილ კაცს. ვა. იმიტომ რომ ჩემთვის საეჭვო არ არის. ჩემთვის კაცია. ვაუ. ძალიან კაი. მეგობრებო, გამოიწერეთ ქსენსუსას არხი. წაროდი 1 წუთი უთხარით და 2 წუთი ილაბარაკა. ანუ 4 ადამიანი ვარ, ჩვენ გსურს და ვარ დემოკრატიულ იმაში ვითარებაში. ვინ ფიქრობს რომ ჩაითვალა? ვინ ფიქრობს რომ არ ჩაითვალა? ნუ სამი ხარ რა. სულიგეთ სამნი ვარ. ბიჭო, რანაირად ფიქრობ? ეს არის დემოკრატია რა, ეს არის დემოკრატია. სულიც არის რა. და მე ვფიქრობ რომ მეორე უნდა ამოაღებინო. კი. არა, კაი რა გინდა. ანუ სო მარეკლამეთ ზო. კი, გარეკლამე. ხუთი გადაცემა დასაწყისში, შუაში და ბოლოში ვიტყვით შენ რომ ქსენსუსას არხი გამოიწერეთ რა გინდა. ოღონდ ეს აიქცევს რა ეგრე არის. გამოიწერეთ ქსენსუსას არხი მეგობრებო. ძალიან მაგარი კონტენტი აქვს და კიდე ძალიან ბევრ ვიდეოს შემოგთავაზებთ, ასევე გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო ჩვენი არ. ვერ გამოიწერენ ჩვენ ვიდეოს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ეს ხელს რომ შევდა ამუღამე ახალ დავამატე ამ სეზონში. ბიჭო, ძალიან კაია. ესე გამოიწერეთ ჩვენი არხი. უკვე ბევრი. ხო, ბევრი ვართ რა უკვე და გამოიწერეთ ჩვენი არხი და ძალიან მაგარ ვიდეოებს დაგახვედრებთ. ეხლა კი უნდა ჩავძაბოთ სიტუაცია, იმიტომ რომ ქსენსუსასთან მოდის ნაჯახი კითხვები. საკითხავთ ამოიღე და გულწრფელად გვიპასუხე რა. აი, გარი მთავარი პრინციპი. ყველაზე კარგ ფრენკებს აკეთებ საქართველოში. აუ, ამ ბოლო ვიდეოს მე ძალიან რთულია მაგის თქვა რა. იმიტომ რომ მართლა ან ჩემთვის ეს ბოლო ფრენკი რაც გადავიღე საუკეთესო არის. ეს შინაარსში თუ ტექნიკურად? როგორ არა, ფიქრობ? არა, როგორც ფრენკი. როგორც ფრენკი თლიანად. ხო. ხო შემდეგ. კი. ჩვენ რომ წამოვედით აუზიდან მერე ამოხვედით და მოდი აი ეს ვიდეოში ნახო. ხო, კი ბატონო. ნახოთ. რა კარგად მიდის? შენთან კოლაბორაციაზე ვის უთქვამს უარი? ნუ ესეც გითხარით, ხო? აუ, გითხარი რომ არა, შენ გითქვამს უარი სხვისთვის ეგ გითხარი. ვის კონკრეტულად ვის უთქვამს უარი? შენთვის ვის უთქვამს? შენთვის ვის უთქვამს, რომ შენ გინდოდა და ის არ წამოუყა. საეჭვო კაცმა მითხრა ერთხელ უარი მოვიწვია გადაცემაში და იქ რა ქვია, ამ გამოიცანი მილიონერში მოვიწვია საეჭვო კაცი და ჯერ ეს პერიოდი მოკლედ ესე მითხრეს რომ ნუ მოკლედ ვერ მოვიდა რა რაღაც ისეთი მიზეზი მითხრეს მისაღები რა ძალიან რა კი ბატონო რა არის შენი მაქსიმუმი YouTube-ზე მაქსიმუმი იმიტომ რომ მე YouTube-ზე არ არსებობს აი ვერ ფიქრობ მაქსიმუმი რა უნდა გავაკეთო მაქსიმუმი ისეთი რომ ჩემს სიცოცხლეს საშიშროება არ ემუქრებოდეს რაღაც ძალიან აი რო გიყვებოდით წერან სანამ მოვიდოდი ხო გაქვს რისი გადაღება მინდა მეთქი სულ მაგას არ გადავიღებ
ეგ არის ალბათ მაქსიმუმი, რომ მაგას არ გადავიღებ, იმიტომ რომ დამიჭერენ რა. არა ხო ჩვენ სიგივე. მაგარი იდეა არის სხვათა შორის, მაგრამ ხო არ შეიძლება. ძალიან მაგარი იდეაა. არ შეიძლება. ერთი ჯობია იუთუბერები, ტიკტოკერებს, არავის არ ჯობია, მაგრამ TikTok-ი თვითონ პლატფორმას გამოუყოფ რა, TikTok-ს და YouTube-ს. თორე ესე კონკრეტულად მე ძალიან კარგ TikTok-ერებსაც ვიცნობ და ძალიან ცუდი TikTok-ერებიც ვიცი, ძალიან კარგი YouTuber-ებსაც ვიცნობ და პირიქითაც რა და თვითონ პლატფორმა ძალიან ბინძურია რა თითქოს. TikTok-ი? ხო რა. ძალიან აი რა სულ ჩხუბი კამათი, ანუ სხვანაირად ვერ ქაჩავენ და მარტივი ის არის რა, აი ავარდნის თემა გაქვს რა TikTok-ზე რა. მაგ განხრით რო უყუროთ რა. სუდის განხრით ეგ აქვს რა კიდე ის აქვს რომ აი TikTok-ზე სადღაც 100 რაღაც 1000 გამომწერი მყავს და შეიძლება ვიდეოზე იმედი დავიხარჯო აი გადავიღო FX30-ებით და აი მონტაჟი და რაღაცა და ავიდეს რავი 15-20000 ნახვაზე რა მაგრამ შეიძლება აი ესე გადავიდე ჩავწე რაღაც და ავიდეს მილიონ ნახვაზე ჩამოთვალე 3 YouTuber-ი ვინც გჯობია კი არა მეტრი არის. არა, ეს სამთავრობოა ხა რა. სამი გითხრა. ჰანგრიმენები, სოსო, კაკო, ვარჩა. აი ძალიან ბევრი ჩამოდი. და რითი გჯობია შენი აზრით? ოქტოპუსები, რითი მჯობია? ბევრად პროფესიონალები არიან. რა მხრივ? ნახე, ამ საქმეში. მისკავარ დიდი გამოცდილება აქვს უკვე? გამოცდილება კი რა თქმა უნდა. ანუ შენ ხო შეგიძლია რომ ახვი და შენ ხო რა. ან თქვენ ხო ეხა მეკითხებით. ხო, ეხა მეუბნებ. გამოცდილებით და ანუ შედეგითაც მჯობიან, ჩემზე მეტი ნახვები აქვთ. იმით ხო არა კიდე რომ მაგალითად ეხა შენი გადამღები ჯგუფით ეს რამდენი ხარ? რამდენი ადამიანი აკეთებს შენ YouTube-ს? აი როცა დაიხმარა ხოლმე, მე როგორც ნახე, ძალიან ცოტანი იყავით. 2 რა. ხო და ძალიან ცოტაა იქ. მოკლედ ვინც გვერდში მყავს ჯერ პირველ რიგში ძალიან მაგრად მეგობრობთ რა, როგორც რა თქვენ და მე აი ისე არ არის რომ რაღაც აი სამსახურის თემაში ფულს მე ვერ ვუხდიდი ანრის, მაგრამ რამდენ ბათუმში მომყვებოდა ძმაო ბათუმში რომ ვიდეო გადამეღო, ფული დავივალე რომ წავსულიყავი და გადამეღო რა ეგ ორი ვიდეო. 3 დღით ვიყავი ბათუმში და ფული დავივალე 2500 ლარი თუ რაღაც დავივალე რა, თუ 1500 ზუსტად არ მახსოვს. წავედი ვიდეო გადავიღე სახლი ვიქირავი ის და ანუ თავიდან ბოლომდე მომყვებოდა. ყოფილა სიტუაცია რომ მანქანა დამილომბარდებია რომ ვიდეო გადამეღო. ხო. მართლა? კი, დედას გეფიცები. უბრალოდ როცა მაქვს აი ესეთი ვარ, აი ჩემი მოციან სახში რომ მე თუ რაღაცა მინდა რომ გავაკეთო და ვთვლი რომ ეს უნდა გავაკეთო, გავაკეთებ რა. აი ფულის თემაში თავს ანუ არ ვაკავებ რა. ზოგი სპონსორი იმასაც ჩემს ერთ ვიდეოსაც ვერ ქაჩავს რომ გადამიხადოს, დამიფაროს. ხო, მესმის. ხდები, არა ხო შენ გეხა ვიდეო, ეხა იმ წყლის ქვეშ რაც იყო, ის იმ ვიდეოს დაფინანსები სამეცნიერო ის იყო რა ქვია. სამეცნიერო პროგრამით უნდა დაფინანსდეს, სადაც წყლის ქვეშ თუ გაძლებს ადამიანი 24 საათი. მე ვიღაცა იუთუბერი ხო სკოლაში 9 კლასს დამთავრებული მოვედი და მაგას ვაკეთებ. ხო ხდები რა. ვიდეო რომლისაც ხსვენია რომ შენი შვილი ნახავს. არ მაქვს ეგეთი. არ არის ეგეთი ვიდეო არ არსებობს. მე ეგეთ რაღაცას ჩემი შვილისთვის ვაკეთებ ყველაფერს. პირველ რიგში. YouTube-ი რომ გაქრეს, my video-სავით რაშვები. გახსოვს my video ერთხელ, ეს თუნდაც ეგ პერიოდში რა პოპულარული იყო და მორჩა რა. აღარ დავიძინებ, my video-საც ავით. აი ეგ უძებს და აღარ არის რა. რა კაი კითხვა გამოგზავნია ჩვენ გამოვწევთ. აბა, მაგარი. კაი. მე ვიყავი ფეხბურთელი. პირველ ლიგაშიც ვთამაშობდი, საბერძნეთშიც ვთამაშობდი ფეხბურთს და მართლა? კი. გრაპოსიაზე იყავი? გამთამაშებელი შევანახავდი 7 ნომერი. მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრება იყო ფეხბურთი რა, აი ფეხბურთი, აი ყველაფერი. აი ვინც მიცნობდა იცოდა რომ უეჭველი ფეხბურთელი გამოვალ რა. და საქართველოში რაღაცეებზე გული არ მიცრუდა. წავედი მოკლედ საქართველოდან რა. არ ვიტყვი კონკრეტულად რა, იმიტომ რომ ცოტა არ იქნება ლამაზი რა, ხა აღარ არის ეგრე როგორც მაშინ იყო. წავედი საქართველოდან, საბერძნეთში ვთამაშობდი. მერე დაიწყო კორონა და ავარიაში მოვყევი რა, დავიწყე მუშაობა, მოტოთი ავარიაში მოვყევი, ვიწექი დიდი ხანი, წონაში მოვიმატე, ვეღარ დავაგდე წონა და ნუ მოკლედ არ გამორჩა რა.
მაშინ დავიწყე PUBG-ს თამაში. და ვერავინ ვერ მიგებდა PUBG-ში ერთ-ერთზე. საერთოდ სოფლიოში ვერავინ რა. მართლა ეგეთ დონეზე თამაშობდი? ხო, არ ვიცი ხა მე შეიძლება და. ეხლა შემიძლია თავისუფლად ეგრე ვითამაშო და ყველა ელოდებოდა რა როდის წავაგებ და ძალიან დიდი გულშემატკივრები მე მაგით დავიწყე YouTube-ი რა. ხო და იმის თქმა მინდა რომ რაღაცა როცა არ გამომივა აუცილებლად ვიპოვე სხვა გზასაც. როგორი ის არის. კი ბატონო, მართალი ხარ. ეხა ისეთი ისტორია მოყევი რომ მაგის მერე წესით ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებთ ხოლმე ადამიანებს და მენტალურად ცოტა რთულია და. ხო, არა. მაგის მერე რომ ეგრევე დაიწყე, ეგ ნიშნავს რომ უცებ რო გაქრეს YouTube-ი, შეიძლება კი არა და აუცილებლად სხვა რაღაცას იპოვე რა. რაღაცას ვნახავ აუცილებლად ისეც რაშიც ვეცდები რომ მაგარი ვიყო. მოკლედ, ერთი წუთი და შემდეგ უკვე დასასრულისკენ დავამშვიდობებით. ერთი წუთი გაქვს მოკლედ და უნდა თქვა ნებისმიერი რამ შეგიძლია ისაუბრო შენ სარხზე, შეგიძლია შენ თავზე, შეგიძლია ადამიანებს რამე რჩევა მიცე, რაც გინდა ერთი წუთი გაქვს და როგორც გინდა ისე გამოიყენო. ბიჭო, რადგან YouTube-ზე და არ მხოლოდ YouTube-ზე ვისაუბრეთ, მაშინ აი ესეც რა, ჩემი აი ყველაზე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტყვებია რა. იმიტომ რომ არაერთხელ დამხმარებია ეგ სიტყვები რა. ეგ სიტყვები რო არა, ალბათ არ ვიცი, ძმაო, მე დეპრესიით მოვკვდები. მაგრამ სიტყვა დეპრესია ჩემთვის მიუღებელია რა. ანუ აი ამოღებული მაქვს ცხოვრებიდან. მოკლედ, შეუძლებელი არაფერია რა. თავარია შენ თავის გჯეროდეს, ღმერთის გწამდეს და არაზოს არ დანებდე. ყველაფერი გამოგივა. აბსოლუტურად. კი ბატონო. შესანიშნავად არ ჭირდება დამთავრება, წუთამდე შევსება დროის, იმიტომ რომ ისეთ სიტყვებია რომ შეიძლება ესე გალუფო და დიდხანს უსმინო. ანუ ეგ არის იმენა აი კანონი ჩატარდა ცხოვრების რა, აი შეუძლებელია. მიზიდუობის კანონი ხო არის დედამიწაზე. რომ მაგაში ეგ არის ცხოვრების კანონი რა. ხო და მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ქსენსოს არხი და დაელოდეთ ძალიან მაგარ ვიდეოებს. კიდე ვაკაცეთ და გვემეგობრეთ. რა თქმა უნდა, არ ვარ ცუდი ხალხი, ძალიან კაი პოდკასტი იყო ჩემი აზრით და დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ნახოთ შემდეგი ვინ იქნება. გამოიწერეთ ბიჭების არხი, მეც ვიტყვი, რომ მართლა დასაფასებელია რა. მახსოვს რომ ითხრათ, რომ არ გაჩერდეთ თორე გიპოვით მე. მაშინ იყო ჩვენი გადახა ვიდეო, რომ მითხარით ეს არის. იპოვეო მოდი პოდკასტი ჩავწეროთ. აბა დროებით და შემდეგ ვიღებთ. დროებით მადლობა. აბა, წავედით.